აღსარებლობას და მაზიარებლობას, რომელიც წლების მანძილზე დადის ტაძარში განაგრძობს კაზინოში მუშაობას, სტიქაროსანი დადის ტოტალიტეტარში. ზოგადად, რა თქმა უნდა, ის კაზინოში მუშაობს და ტოტალიტეტარს თამაშობს, ის ქრისტიანად ვერ მოიაზრება და ამიტომ ათასიანება არ შეიძლება. თუმცა მე მქონია განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ადამიანი მუშაობდა კაზინოში და მას ზიარების უფლებას ვაძლევდი ოღონდ უმაღლესი იერარქიის კუთხეებით. ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა. ზოგადად არ შეიძლება. სულის რამ მდგომარეობა, როცა საშუალო ეს ძალიან ძიმე ცოდვაა. ძალიან ძიმე ცოდვა. ისეთი ძიმე ცოდვა, მაგალითად, როგორ შეიძლება წარმოიდგინეთ შავი ბაზარი, სადაც ნარკოტიკებს ხიდიან. შეიძლება ხეიქალური მომუშავე იყოს ქრისტიანი, არ შეიძლება. და კაზინო ნარკოტიკის შავ ბაზარზე უარესია. უარესია. რა თქმა უნდა, ფიზიკური განადგურების თვალსაზრისით წამალი უარესია, მაგრამ საბოლოო ჯამში სულიერი დეგრადირების თვალსაზრისით თამაში კიდევ უარესია, ვიდრე წამალი.